ლარი კინგი, ჯერემი პაქსმანი, ჯეი ლენო, პირს მორგანი, ჯერემი კლარკსონი. მედიის ის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვეს და საკმაოდ დიდი კაპიტალიც დააგროვეს. ფუფუნების ისეთი საგანი, როგორიც ძვირადღირებული და სპეცშეკვეთი დამზადებული ავტომობილებია, მხოლოდ 2 მათგანის სისუსტე აღმოჩნდა. ლარი კინგის ავტოფარეხში მხოლოდ $50,000 შეფასებული ლინკოლნ MKS-ი დგას. პირს მორგანის სამსახურში $240,000-იანი Ferrari F430 დადის. ჯერემი პაქსმანს კი საერთოდ კორპორაციული მანქანა ემსახურება. ამერიკული ღამის შოუს ავტორისა და წამყვანის ჯეი ლენოს ავტოკოლექცია კი $50 მილიონადაა შეფასებული. ანტიკვარული და უახლესი ავტომობილები, მოტოციკლები, ავტობუსები და ტრაქტორებიც კი. მუზეუმი, რომელსაც ფლობელმა ჯეი ლენოს ავტოფარეხი უწოდა, 200-მდე ექსპონატს ითვლის. 2005 წლის Ford GT 500 ღირებულება $140,000. 2012 წლის Mercedes-Benz SLS ღირებულება $190,000. 2009 წლის Porsche Carrera ღირებულება $93,000. 2010 წლის Bentley Continental Super Sports ღირებულება $273,000. 2011 წლის BMW M3 ღირებულება $250,000. 2011 წლის Audi R8 Spider ღირებულება $130,000. ღამის შოუს წამყვანის კოლექციაში კიდევ 25 Lamborghini, 64 Chevrolet, 17 Bugatti, 11 McLaren და სხვა უამრავი ავტომობილი შედის. ლენოს ბოლო შენაძენი 2013 წლის Aston Martin Vanquishია, რომელიც $280,000 ღირს. უახლესი თაობის V12 ტიპის ძრავის მოცულობა 6000 კუბური სანტიმეტრია. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე საათში 295 კმ-ს აღწევს. დაძვრიდან 4.1 წამში კი 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. აუცილებელი არაა გარემოსადმი მეგობრული დამოკიდებულების მქონე ავტომობილი Toyota Prius გავდეს. 2006 წელს ჯეი ლენომ General Motors ბიოდიზელზე მომუშავე ავტომობილი შეუკვეთა. დიზაინის შესარჩევად კი კონკურსი ჩაატარა და ყველაზე აგრესიული მოდელი შეარჩია. EcoJet ასე უწოდეს ავტომობილს, რომელშიც კომპანია Honeywell-ის წარმოების ძრავი LT100 ჩააყენეს და ის 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავის სიმძლავრის გამო EcoJet-ი დიდი რაოდენობის საწვავს მოიხმარს. ღამის შოუს ავტორის ინტერესის სფერო მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიები არ არის. მის კოლექციაში საბჭოთა მანქანებსაც კი შეხვდებით. ჯეი ლენოსგან რადიკალურად განსხვავდება Top Gear-ის წამყვანის ჯერემი კლარკსონის გემოვნება. ვერ ვიტან მანქანებს, რომლებიც ბრეჟნევს მაგონებენ. $2009 წლის Range Rover Vogue ღირებულება $97,000. 2011 წლის Aston Martin Virage ღირებულება $310,000. 2007 წლის Lamborghini Gallardo ღირებულება $215,000. 1974 წლის Volkswagen Scirocco ღირებულება $40,000. კლარკსონის კოლექციაში შესული მანქანების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა არ არსებობს ავტომობილი, რომელიც საკუთარ გადაცემაში კრიტიკის ქარცხში არ გაატარა. ზოგი მათგანი მხოლოდ იმიტომ იყიდა, რომ კამერის წინ გაენადგურებინა. წამყვანის რისხვას მხოლოდ ერთი მოდელი გადაურჩა. ჩემი აზრით, Ferrari ღვთიური ძალის ერთადერთი განსახიერებაა. F355 კი სანელებლებით შეზავებული მწყერის კვერცხია, რომელიც ჯულია რობერტსის მუცელზეა მოთავსებული. აცხადებს კლარკსონი. Ferrari F355 დღეს ჯერემი კლარკსონის ავტოფარეხში დგას. 1966 წელს გამოშვებული მოდელი 380 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და დაძვრიდან 4.7 წამში 100 კმ-ს ავითარებს. ამანქანის საწყისი ფასი კი $65,000. თუმცა Top Gear-ის წამყვანის პირად კოლექციაში Ferrari-ის გარდა სხვა ავტომობილებიც მოხვდნენ. Aston Martin-ი თუ კი რა ნაითლი? მე მაინც პირველს ავირჩევ. გადაწყვიტა კლარკსონმა და მეუღლეს Aston Martin-ი V8 Vantage უყიდა. ჯერემი უპირატესობას სპორტულ მანქანებს ანიჭებს. მან ახლად შეძენილი Lotus Elise უკან დააბრუნა, რადგან როგორც თავად აღნიშნა, საკმარისად სპორტული არ იყო. ძვირადღირებული ავტომობილი მაინც ფუფუნების საგნად რჩება და მსოფლიოში ცნობილი ადამიანები მათ შესაძენად ფულს არ ზოგავენ. ავტომწარმოებლებმა წვრილმანებს დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან ხალხს პირველ რიგში სწორედ ეს აინტერესებს, აცხადებს კლარკსონი. ის მანქანები, რომლებსაც ჯერემი კლარკსონმა ყველაზე ცოტა ნაკლი უპოვა, დღეს საუკეთესოთა სიაში შედის.